მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა მოგზაურობისთვის. მე მინდა მიულოცო საქართველოს დემოკრატიას და ყველა საქართველოს ვინც დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას, წარმატებას, ევროპულ მომავალს, დასავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ ნაწილობას, ასე ვთქვათ, ბოდიშავ სიტყვისთვის უჭერს მხარს. დღევანდელი დღე ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ორპარტიული შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ მეგობარი აქტი იყოს მიღებული, ვიდრე ჩემი კოლეგები გადაცნობენ დეტალურად, რას გულისხმობს ეს აქტი და რეალურად რა ცვლილებები მოაქვს, მე დავიწყებ მაინც მიმართვას ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისადმი და პოლიციისადმი. მეგობრები, შეჩერდით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის. ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. იქნება ეს სწავლისთვის, იქნება ეს მოგზაურობისთვის, იქნება ეს ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის. საქართველოს გზა არის დემოკრატია, ეს აღიარებული აქვს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს და აღიარებული აქვს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დარჩა ორი ნაბიჯი, რომელიც როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა უდიდესი უმრავლესობით და შესაბამისად საქართველოს შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც მიაქვს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი შეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომაც ქვია ამ აქტს მეგობარი ხალხი. მიმართავ ყველას, მათ შორის საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს. შეჩერდით, ემსახურეთ ქართულ ხალხს და თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები, მოკავშირეები და შეინარჩუნეთ ის გზა, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი. გზა მიმავალი დასავლეთისკენ. ამაზე მოგვიწოდებს ყველა და ქართველი ხალხი არ დამარცხდება ამ ბრძოლაში. თქვენ შეიძლება დამარცხდეთ პირადად, თითეული თქვენთაგანი. ნუ მიიღეთ ამაში მონაწილეობას. მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის დასავლური მომავლის მშენებლობაში. მართლაც ულოცავ ყველას და მე პირველ რიგში მინდა მიმართო პოლიტპატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს, მინდა მიმართო ყველა რეპრესირებულ ადამიანს, დაჯარიმებულ ადამიანს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც გამოაქვეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უპრეცედენტოდ მთელი მსოფლიოს დასანახად და ჩვენი დიდი მეგობრის, ამერიკელების აღფრთოვანებით ამდენი დღის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის თუ ფიზიკური უსაფრთხოების ხარჯზე განან საქართველოს თავისუფლების დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად. ჩვენ მქონია დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი მქონია, რატო გავდივართ, რამდენი ხანი მოვიაროთ და დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე. ჩვენ ამ ბრძოლაში არა ვართ მარტო, ჩვენ ყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, ორპარტიული, სისტემური, ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. აქ იგულისხმება ის, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენები იქნება დეტალურად შესწავლილი, ანუ ყველა ის გარეძავა, რომელიც ქართველი ხალხის თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ეცდება, რომ საქართველოს შემოაბრუნოს ევროპიდან და წაიყვანოს ამ იზოლირებულ ქვეყნებში, ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ამერიკა მას შეისწავლის და მოახდენს მათ სანქციებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უძღვის დემოკრატიას, იქნება შესწავლილი და იქნება სანქცირებული, მოყოლებული 2014 წლიდან. იქნებიან სანქცირებული კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. ეს არის დიდი ნაბიჯი ამ რეჟიმის დასრულებისთვის და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ჩვენ გაგვახსნება აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები ამერიკასთან უკვე ძალიან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობების გასამყარებლად. მოგესალმებით ყველას. ძალიან მნიშვნელოვანი გავიდა შინაარსში უკრაინისა რომ ქვედა ბალანაში მოხდა გუშინ კეთისრა სპორტული ხარჯები მაღალი ხარჯები რომელიც მიღმა ცხადახო პროგრამას აღება და პრობლემა აქციაში შესაძლოა მას მოაწერს ხელს პრეზიდენტი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია დაუწყებს ამ პოზიციას
საქართველოში არსებულ რეალობასთან და არსებულ რეჟიმთან მიმართებაში განმარტების სულისკვეთება ხასახა არის ბიზნესში და წერია რომ განმარტები არის მიმართული საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად. განმარტები თვალისწინებს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას. ერთი ეს არის ანგარიში იმის თაობაზე თუ რა აქტივებს ფლობს საქართველოში რუსეთის ფედერაცია და ამ შემთხვევაში უზრუნველყოფაზე არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ფედერაციის სასამართლოდ და მეორე ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების როგორ გადაიხადოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ამ განმარტებით პრაქტიკულად ქართული ოსეთის რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, გამოცხადებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტრად და ამერიკის შეერთებული შტატების ტრებს გაემართებათ პოლიტიკის მიერ შეგანახოს უზრუნველყოფი აცდებების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებია დავა ბოლომდე, შემდეგ გამოხდება და ამის სუსს მზნობს ყველა ხოსი ამ ქვეყანაში. აქ მეცნიერმა უფრო გადაუხადო პარლამენტის რომელიც ეს კონკრეტულ სტატუსის ციკლში პარლამენტის რომელიც ყოველ სავალოს გამოცდის თავაზებების მონაწილეობას სხვადასხვა აქციებში ამ ხუთთვიანმა პროტესტმა და აქციებმა და ბრძოლა თავისუფლების მოიტანა შედეგი სახელმწიფო ჩვენ უშინ წარმოვიდა ბარათში. და ხოლმე დავასრულოთ მიწოც ხამაის არის დაგეგმილი აქცია ევროპის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ოკაციებიდან ცხოვრობები, კოალიციის ცხოვრება დაიწყება ავლაბეს მედრიდან ხუთსაათზე დაგეგმილი შეხვედრა.